Telemaqulalebმა ამ დღეს ზუსტად 100 წლის წინ გენიალური ქართველი მსახიობი ეროსი მანჯგალაძე დაიბადა. მას სიყვარულის ღმერთის სახელი ერქვა და ქართულ თეატრს, კინოსა და სპორტს უდიდესი სიყვარული აჩუქა. მანჯგალაძე 1925 წლის სამარტს სამტრედიის რაიონის სოფელ ღანისში დაიბადა, სადაც ადრეული ბავშვობა გაატარა. 1951 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ მიიწვია საქართველოს რადიო კომიტეტში დიქტორად. 1957 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა ცხინვალის თეატრში, წარმატებული სამსახიობო კარიერა დაიწყო 1958 წელს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში. კინოკარიერა 1958 წლიდან. სახასიათო იუმორით გაჯერებული სახეების შექმნა მსახიობმა ქართულ კინოში, საიდანაც აღსანიშნავია მილიციის რწმუნებული ფილმიდან ქვევრი, გეორგ გეორგოვი ვერისუბნის მელოდიებში. ჩორეხი კინოფილმიდან ნატრისხე, სევერიან წივწივაძე ფილმიდან თოჯინები იცინიან და რა ჩამოთვლის კიდე ბევრი სხვა. მანჯგალაძე მრავალფეროვანი კარიერის მანძილზე მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტულ კომენტატორად აღიარეს და უნდა აღნიშნოს, რომ სატელევიზიო თეატრში არც ერთ ქართველ მსახიობს იმდენი როლი არ შეუსრულებია, რამდენიც ეროსი მანჯგალაძეს. დიდი მსახიობი და სპორტული კომენტატორი 1982 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა. ოქროს ფონდში დაცულია მანჯგალაძის უკანასკნელი ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც რეზო გაბრიაძის ცნობილი დადგმის მიშელ დეფანტიეს ბრილიანტის გახმოვანების პროცესი ასახული და აუცილებლად უნდა ვნახოთ ეს საგანძური. შავ ზღვაში ჩავარდა მზე საქართველოს. ახლა ჩვენ გაჩვენებთ პირს, რომელიც უკანასკნელი გამოდგა. იგი ეროსის წასვლიდან 2-3 დღით ადრეა გადაღებული. მიძნელდება მარშალ დეფანტიეზე წარსულ სადროში ლაპარაკი. დიადი არ ყდება. კნიაჟან, რაღაც ფლავისუნი არ მომდის, აი? უჩვენოთ ხომ არ დასწრეს, ჩუნდი რა, ხეჭოშე გირის ფლოქოშენ. ეხლა ერთი ცოტათი ახლო ვიდგე შენთან ისეთ მუშტიკრიფს დაგაყოლებდი მაგ უტკინო კისერში, რომ ქოჩორს აგიბიბინებდი სულა. შეწყდავს შეფარება სიმამაცის, უანგარობის და სათნოების წყაროისა. უფალო პრეზიდენტო, თქვენი ამ ხელვებელი სიტყვები ჩვენის ბიძისა და თანამემამულის გამოთქმულნი ღირსნი არიან იმისა, რომ ოქროს სასვებით დავიწერო გულის ფიცარზე და ვატარო თან კუბოც ფიცრამდე ლერვა მორ იბლერვა. რანაირი საგანძური დაგვიტოვეს ამ ადამიანებს. ახლა ეროსიზებს საუბრობდით და იქვე გარშემო ბატონი რამაზ ჩხიკვაძე, გოგი გეგეჩკორი, რა თაობა იყო, რა ბედნიერება იყო ამ ქვეყნის შვილი, სადაც ასეთი მსახიობები ქმნიდნენ თეატრალურ ამits. ასეა გენიალური ადამიანები და გენიალური კინო მეხსიერება შემორჩა მათი დამსახურებით ქართულ კინოს. კი ბატონო.